გამარჯობა საღამოშვიდობისა. მე შევეცდები ჩავედიო დროში, თუმცა იურისტისგან დასაჯერებელი არაა, მაგრამ სამაგიეროდ აქ მყოფებს შორის ალბათ გამოვირჩევი იმით, რომ კარგად მესმის რეფორმის საფუძვლები იმ გაგებით, რომ მე მგონი, რომ იურისტების მოფიქრებულია და საერთოდ ქართულ განათლებას თუ ვინმე დაარტყა და საბოლოო ჯამში ძირი შეარყია მთლიანად, ალბათ იურისტების ძალიან დიდი წვლილი ამაში. რამდენიმე საკითხს მინდა შევეხო, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტი გამოიკვეთა და მე ისეთი განცდა მაქვს, რომ ჩვენ ვცდილობთ მაინც, ვინაიდან ვართ პროფესორები, ვართ აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები, მაინც გავყვეთ კლასიკურ გზას და რაციონალიზმი ვიპოვოთ ამ პროცესებში და ვცდილობთ, რომ მაგალითად გადამოწმებადი, გაზომვადი კრიტერიუმებით მივუძლიეთ. მე მგონი, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე კარგად გამოდგება ქართული იურისპრუდენციის მეთოდი, რომელსაც დოქტორანტებს ოდესაც ვაცნობ, პირველი შოკი აქვთ ხოლმე და როცა ვეუბნები, რომ ქართული იურისპრუდენცია მეცნიერებაზე მეტად ყველაზე ახლოსაა შარლატანობასთან, იმიტომ რომ ამ მტკიცე რაც გინდა, მთავარია არავინ გადაგიმოწმებს და როგორც წესი, სამაგისტრო თუ სადოქტორო ნაშრომების მთავარი შედეგი არის მარტივი რამ. აიგრძალოს, გაუქმდეს ან შევიდეს ცვლილებები კანონში. ანუ უნივერსალური გასაღებია, ჩატარდეს საკანონმდებლო, განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები. სამწუხაროდ იმიტომ რომ არავინ ზომავს მის ეფექტს, არავინ ზომავს მის სოციალურ ეფექტს, თუმცა უარესია, როდესაც ამას ზომავენ და სპეციალურად აკეთებენ. მე მგონი ამ შემთხვევაში არის ზუსტად ის შემთხვევა, როდესაც ძალიან კარგად უწყიან შედეგი, ძალიან კარგად ვიცით სამწუხაროდ ეს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკასავითაა, რა შედეგი მოყვება ამ ყველაფერს. თავარი პრობლემა არის ნახევარ სიმართლეებში. ნახევარ სიმართლე არის ის, რომ დღემდე მითოსური აზროვნებით ცხოვრობ და მოქმედებთ. მაგალითად, აქ ითქვა რამდენიმე მითის შესახებ, რომ აი, მაგალითად, ყველა აბარებს უნივერსიტეტში, ხო? ეს არა მარტო ერთი მითი. ასევე ძალიან ბევრი უნივერსიტეტია საქართველოში. სინამდვილეში რაოდენობრივად შეიძლება მოსახლეობასთან მიმართებით ბევრი იყოს, მაგრამ თუ კი პროფილებს გადავხედავთ, თუ კი გადავხედავთ სფეროებს, ვნახავთ, რომ ძალიან ბევრ სფეროში უბრალოდ ჩიმშილია. უბრალოდ ნაკლებობაა სპეციალისტების, ანუ ბაზარს, რომელზეც ამბობენ, რომ შეისწავლიან, ბაზარს არ აკმაყოფილებს მიწოდება. თუნდაც ამ გაგებით, იმიტომ რომ არაერთი ავტორიტეტული კვლევაა ჩატარებული, არაერთი შედეგი გვაქვს, შეიძლება წლევანდელი არ იყოს, მაგრამ შარშანდელი, შარშანწინდელი და კიდევ ერთი მთავარი რამ, რომელი პროფესია არის მოთხოვნადი და რომელი უნდა იყოს მოთხოვნადი, ამას განსაზღვრავს ნამდვილად ბაზარი, გვინდა თუ არ გვინდა და ბაზრის მიღმა განსაზღვრავს პრინციპი, რომ უნივერსიტეტი დუქანი არ არის. ანუ არის პროფესიები, რომელიც ბაზარზე არ არის დამოკიდებული და არ უნდა იყოს დამოკიდებული, იმიტომ რომ როგორც ერთ არაჩვეულებრივ სერიალშია მოცარტი ჯუნგლებში, რომელიც ოპერას ეხება და მუსიკალურ სფეროზე საუბარი, ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის დირექტორს აჯერებს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, რომ ორკესტრი უნდა იყოს აუცილებლად მომგებიანი და ბიზნეს მოდელი შევთავაზოთ. რა თქმა უნდა, ქველმოქმედებაზეა ხშირად დაფუძნებული და გენიალური პასუხი აქვს. თუ კი თქვენ ფიქრობთ, რომ ორკესტრი და ოპერა უნდა იყოს მომგებიანი, მინდა სამწუხარო ინფორმაცია გითხრათ. დაახლოებით 6 საუკუნეა აღარ არის. შესაბამისად, უნივერსიტეტი არ არის მარტო, რა თქმა უნდა, მომგებიანი პროგრამები, მაგრამ ამ მიმართულებას მინდა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა და რატომ. თუ კი ამდენი კერძო უნივერსიტეტია მაგალითად საქართველოში და ამდენი საჯარო უნივერსიტეტი. და ეს უნივერსიტეტები, ამ უნივერსიტეტების უმრავლესობა ქველმოქმედებით ხომ არაა დაკავებული? ანუ ხომ არსებობენ, ანუ ზარალში რომ იყვნენ, უხეშად რომ ავიღოთ, აი წმინდა ანგარიშიანობით. ზარალში რომ იყვნენ და მოთხოვნა არ იყოს. ხო, უმრავლესობა უბრალოდ გაკოტრდებოდა და დაიხურებოდა. ანუ თუ კი ბევრი უნივერსიტეტი გვაქვს, თუ კი ყველა მიდის უნივერსიტეტში, თუ უბრალოდ ის მითოსური რაღაცა მითები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ფიზიკურად არ არსებობს. ეს არის რომ ვიღაცას გონია სრულიად გადამოწმებელი ინფორმაციით, რომ ეს
პროფესიები უნდა იყოს ასე, ვიღაცას გონია მაგალითად თუ კი ფიზიკოსი ფიზიკის ბაკალავრი იქნება და ფიზიკის მაგისტრი დაამთავრებს, არის მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის, ელემენტარულად არ იცნობს, ხო, ამ მონაცემებს, ასევე ეგრეთ წოდებულ უფასო პროფესიებთან დაკავშირებით. ძალიან მარტივი ამის გადამოწება სამწუხაროდ არაერთხელ გვითქვამს ეს, რომ უფასო პროფესიების და დაფინანსებული პროფესიების უმეტესობამ დაღუპა ეს პროფესიები საქართველოში. გაანადგურა. იმიტომ რომ გააქრო კონკურენცია, გააქრო ხარისხი, გადავიდა რაოდენობაზე ორიენტირების კუთხით და 4 წელი სადღაც გავჩერდი ამ პრინციპით, ძალიან ბევრი სამწუხაროდ იყენებს ამას. ვერ გამომტყუნებთ, იმიტომ რომ იძლევა შესაძლებლობას ადამიანი თუ კი აძლევს შესაძლებლობას, რატომაც არ უნდა გამოიყენოს. ის მისი ბრალი არ არის. ამაზე კონცეპტუალურად უნდა ფიქრობდეს ვინმე და კონცეპტუალურად უდგებოდეს საკითხებს. ამიტომ უნივერსიტეტების იდეა გაცილებით უფრო დიდია ვიდრე ჩვენი კონკრეტული სოფხედველებრივი შეხედულებები. ამ დარბაზში დარწმუნებული ვარ და ნაწილს ვიცნობ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული აზრები გვაქვს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. სოფხედველობა, განათლების პოლიტიკა, განათლების დაფინანსება, თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით მადლობა ღმერთს, რომ გვაქვს ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი. იმიტომ რომ ერთადერთ შემთხვევაში იბადება კამათში ჭეშმარიტება. სამწუხაროდ ამას ძალიან უტრირებულად უდგებიან ხოლმე, ხო? ამაშიც ჩემი პროფესია ძალიან აქტიურობს ამის მარგინალიზებაში, რომ კამათში ჭეშმარიტება არ იბადება, მოდი არ ვიკამათოთ. თუ კი კამათის მიზანი არ არის შედეგზე ორიენტირებული მოსჯელობა და რაღაც კონსენსუსამდე მისვლა, არც არასდროს დაიბადება ჭეშმარიტება. მე სამწუხაროდ მგონია, რომ აკრედიტაცია, ავტორიზაციის სტანდარტები, რომელშიც სიზიფეს შრომის სახით ვარ ჩაბმულები ყველა, უბრალოდ რჩება, აი, მთელი ამ რეფორმის კონცეფცია ეწინააღმდეგება ავტორიზაცია აკრედიტაციის იდეას. თუ კი, რა თქმა უნდა, ავტორიზაცია აკრედიტაციას არ აღვიქვამთ როგორც რეპრესიულ მექანიზმს უნივერსიტეტების წინააღმდეგ. სამწუხაროდ ხანდახან აღიქმება და არც თუ საფუძვლოდ. რა არის აკრედიტაცია ავტორიზაციის იდეა თუ არა განათლების უზრუნველყოფა, განათლების განვითარება. ხარისხის შექმნა ყველაზე მთავარი და ხარისხის უწყვეტი განვითარება, ამ განვითარების უწყვეტობის უზრუნველყოფა. თუ კი ყველა ჩვენგანს თითოეულ პროგრამაზე თხოვენ შრომის ბაზის ანალიზს, რომელსაც უკვე საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით აფასებენ. ანუ გამოდის რომ ან ჩვენ ვატყუებთ, ან ექსპერტები იტყუებიან, ან საბჭოები იტყუებიან. ან ვიღაცა იტყუება ნებისმიერ შემთხვევაში. თუ ერთი იტყუება, უნივერსიტეტის ტყუილი მარტივი გადასამოწმებელია, იმიტომ რომ უამრავი პარალელური კვლევა არსებობს და გადავამოწმებთ. თუ კი ეს პროცესები მიდის, გამოდის რომ ამდენი ხანი სიცრუეში ვცხოვრობთ, იმიტომ რომ ესე იგი მოთხოვნა მიწოდებას ვარღვევთ და უნივერსიტეტის იდეას ვეწინააღმდეგებით. თუ კი ამას არ ვაკეთებ და რეალურ საჭიროებებზე და გამოწვევებზე ორიენტირებული პროგრამები გვაქვს, მაშინ გამოდის რომ რეფორმა ეწინააღმდეგება არსებულ რეალობას. ანუ სადღაც ვიღაცა ტყუის არ არსებობს სიტუაცია ამ შემთხვევაში, როდესაც ვიღაცა უბრალოდ ცდება. არა, ვიღაცა მიზანმიმართულად ტყუის. იმიტომ რომ თუ კი არსებობს მოთხოვნა და ჩვენი უნივერსიტეტების უდიდესი ნაწილი ვამბობთ, რომ რესურსი გაცილებით მეტია სინამდვილეში საჭირო, რომ მიწოდება უზრუნველყოთ, მით უმეტეს თუ კი ყურადღებას გავამახვილებთ საერთაშორისო სტუდენტებზე, გავამახვილებთ ძალიან ბევრ იმ შესაძლებლობაზე, რომელიც ეს და რიგით გვაქვს ან უნდა გვქონდეს. მაშინ გამოდის, რომ ხელოვნური რეგულირება და ეს რეგულირებაც აღარაა უკვე, იმიტომ რომ რეგულირებას აქვს თავისი ლოგიკა, აქვს რაღაცა თავისი ჩარჩოები, გამოდის რომ ეს არის უბრალოდ მიზანმიმართულად კონკრეტული არა უნივერსიტეტების, არამედ საუნივერსიტეტო იდეის გაქრობა, რადგანაც უნივერსიტეტის იდეა არ არის უბრალოდ დიპლომის გაცემა, ხო, აქ მყოფთა არავის არ ჭირდება ამის კიდევ ერთხელ შეხსენება, მაგრამ ალბათ მე მგონი ჩვენ შევცდით ერთ მთავარ ამაში. ამის შეხსენება ჭირდება სხვებს. ამის შეხსენება ჭირდება ხალხს, იმიტომ რომ კიდევ ერთი მითია, რომ ყველაფერი იცის და აზრი არ აქვს საუბარს, აზრი არ აქვს ხალხთან საუბარს. აზრი ყოველთვის აქვს. ამას წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშინ უნივერსიტეტები მართლა დასახურია, იმიტომ რომ თუ კი აზრი არ აქვს და
არც თქვენგანს არ ყოლიათ კოლეგა, სტუდენტი ან მომავალში ის ადამიანი, რომელიც გადის ამ შრომის ურთიერთობებში, რომელიც პირველ კურსზე იყო აბსოლუტურად სხვა პიროვნება და კურსდამთავრებული გახდა სხვა, მაშინ მე მგონი ყველანი სიცრუეში ვცხოვრობთ და პროფესიის იდეას და აკადემიურ მოღვაწეობას უბრალოდ აზე არ ქონია. მე მაქვს ასეთი მაგალითები, მე მყავს ასეთი ხალხი, რომელიც თვალსა და ხელშუა შეიცვალა და ჩამოყალიბდნენ პიროვნებებად. და ერთადერთ რამეთ შევეხები 11-3+1. ნახევრად სიმართლე, რომელიც ვახსენე, პრობლემა იმაში, რომ ცალ-ცალკე ყველაფერს შეიძლება მოეძებნოს თავისი არგუმენტი. მაგალითად, იურისტები 20 წელია ვითხოვთ, რომ ერთწლიანი პროგრამები გქონდეს. ოღონდ არ გვითქვამს, რომ ორიანები არ უნდა გქონდეს. და მით უმეტეს არ გვითქვამს, რომ 4-ს მოვაკლოთ ის 1 წელი. ანუ უფრო მეტიც კოლეგები დამეთანხმებიან, ჩემ ძვირფას კოლეგებს ხედავ, რომ ხშირ შემთხვევაში 4 წელშიც კი ვერ ასწრებ ფუნდამენტის შევძებას, რატომ? ამ სამწუხარო ინფორმაციით დავასრულებ, მაგრამ კოლეგები დამეთანხმებიან ყველა სფეროდან, რომ უნივერსიტეტების პირველი წელი ეს როგორც წესი არის სკოლაში მიღებული ტრავმების რეაბილიტაციის წელი. როცა გავდივართ თერაპიას და სტუდენტებს ვასწავლით სწავლას. ამიტომ ამის მოკლება ნიშნავს, რომ ტოვებთ მნიშვნელოვან ფაზას, ადაპტაციის ფაზას და კიდევ ერთხელ თუ კი არ ამართლებს რაღაცა სკოლაში, მოდი შევიტანოთ ეს უნივერსიტეტში. სახელმწიფო ენის საფუძვლები დაგვემატა ამ 3 წლიან პროგრამაში პლუს. მიზეზი სკოლის კურსდამთავრებულებმა არ იციან კარგად სახელმწიფო ენა. და აბა როგორ აბარებენ უნივერსიტეტში? ანუ მე რატო უნდა ვასწავლო ქართული, თუ მან არ იცი სკოლაში ქართული. მე-12 კლასში მოსავლეები არ დადიან. ამიტომ მოვაკლოთ მე-12 და უნივერსიტეტმა აიღოს ის მე-12 კლასის პროგრამაც კიდევ, ოღონდ თან 1 წელი მინუს. აი იდეა რაშია? ლოგიკა შეიძლება ანგრევდე რაღაცას, მაგრამ იყოს ლოგიკა თანმიმდევრული. იმიტომ რომ ცუდ რეფორმასაც აქვს თავისი ლოგიკა და თანმიმდევრულობა. სამწუხაროდ ეს ყველაფერი მე განცდას მიქმნის იმისას, რომ ხარისხის უზრუნველყოფა ოფიციალურად სრულდება. ის ფორმალური წრეთბრუნვაც კი, რომელშიც ვიყავით ჩართული, აი ეს ფორმალიზმიც კი, რომელიც გარკვეულწილად ხარისხს უზრუნველყოფდა რაღაც სფეროებში, სიმართლე უნდა ითქვას, ამასაც ვასრულებთ. იმიტომ რომ თუ კი შრომის ბაზარს მიდგენ სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის, სახელმწიფო უნივერსიტეტების კვოტას როგორ დაადგენს სახელმწიფო? და ანუ რა პრინციპი დაადგენს, რომ მე მჭირდება პირობითად 200 რაღაც სპეციალისტი და აქედან 100 მომიმზადებს სახელმწიფო? წესი და რიგით შრომის ბაზრის იდეა ისაა, რომ თუ მჭირდება 200, მე სერვისის მიმწოდებელმა უნდა შევქმნა 200. და ამიტომ ამ კონცეფციაში როგორ არ ეხება კერძო უნივერსიტეტებს ეს? ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუ კი სახელმწიფო დაადგენს, რომ მას სჭირდება 200 სპეციალისტი და 200-ს უზრუნველყოფს სახელმწიფო უნივერსიტეტი იმ მოდელით, რომელიც მას მიაჩნია სწორად, კერძო უნივერსიტეტების ადგილი უბრალოდ აღარ დარჩება. იმიტომ რომ მოთხოვნა, რომელსაც ქმნის პირობითად სახელმწიფო, მის მიწოდებასაც უზრუნველყოფს სახელმწიფო. დასრულდება განათლება. დიდი მადლობა.